გამოსავალი, საბოლოო გამოსავალი. ვიცი, რას ფიქრობენ ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, ეს იყო ჩემი ხარში გვიდგავს გვეხმარება ყველა სასარგებლოების ორგანიზებით. დიდი დახმარება. ალბათ შეუძლებელია ჩვენ გქონდეს სამედიცინო საზოგადოება არის საკმაოდ აქტიური საიმისოთ, რომ გქონდეს ამბიცია და რეალური გეგმა საიმისოთ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში ძალიან სერიოზული წვლილი შეჰქონდეს. ეს მე განსაკუთრებულად მახარებს და ეს არ არის უბრალოდ თავყრილობა, ეს იმიტომ რომ თქვათ ესე ასე მიღებულია და ასეთი წესია დამკვიდრებული, არამედ ეს არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული და კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე საკითხების მისაყვანად გადადგმული ნაბიჯი, დაგეგმილი ღონისძიება და განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს სამინისტროდან ასეთი ტიპის აქტივობებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ რა თქმა უნდა განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს და ღიაობა გვაქვს საიმისოთ, რომ აქ ჩამოყალიბებული დასკვნები იყოს მთავარი საფუძველი, პირდაპირ უშუალო საფუძველი კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის, რომელსაც სამინისტრო მიიღებს და რომლითაც ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ განვავითარებთ თითოეული პაციენტის მდგომარეობას. ინტერდისციპლინური მიდგომების დანერგვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ეს არის ალბათ თანამედროვეობაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა. როდესაც ძალიან ინტენსიური უნდა გახდეს სხვადასხვა მიმართულებებისა და სხვადასხვა დარგების აქტიური კომუნიკაცია. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ როგორც კარდიოლოგები, ასევე ონკოლოგები, ასევე ჰემატოლოგები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ თვითონ ეს დარგი კარდიოონკოლოგია გახდოთ მულტიდისციპლინური დარგი და ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ სპეციალობის ექიმთა კარდიოლოგის, ონკოლოგის, ჰემატოლოგის ერთიანი ერთობლივი თანამშრომლობა.